აი რა დედამოხნული ხელისუფლება გვყავს. რა ვიცი, თავის სისუნელეებს და ტყუილებს რო ახეთქებს. ერთი უბანი, ერთი მაღაზია და თურმე კონკურენცია უშლის ფასებს ხელს. არა და პირიქითაა, ესა ერთ-ერთი სასუსათო მაღაზია ბელგიაში და აგერ რამდენიმე მეტში ჩანს ალბათ არის ლიდლი მაღაზია, ისევე სასუსათო გერმანული და აი ნახეთ რა. აგერ იქავე რამდენიმე მეტში არის გერმანული მაღაზია, იქავე არაბების მაღაზია, დიდი სასუსათო ისიც, აგერაც არის სასუსათო მაღაზია და საერთოდ რა. საერთოდ ფასების რო არ გაიქცეს, კონკურენცია უწყობს ხელს. ოღონდ ჯანსაღი კონკურენცია არა ისეთი კონკურენცია, როგორც საქართველოშია, გაფთიაქებს, ბენზინის გასამართებს, ბენზინის შემომტანებს და სურსათის შემომტანებს, როცა ერთმანეთში ალაგებენ ფასებს და არა კონკურენციით. ფასების დაწევას ხელს უწყობს ის, რომ მაღაზია რო დღეში 100 ლარს ვაჭრობს პირობითად და მაღაზია რო დღეში ვაჭრობს 10,000 ლარს. რა თქმა უნდა, ის 10,000 ლარს ვის ვაჭრობს, აქ იმის საშუალება რომ დაბალ ფასში გაკიდოს. ანუ მსყიდველობინარიანები უნდა გაიზარდოს, მოსახლეობის დისტრიბუცია საწვავზეა დამოკიდებული, ენერგიის სიაფეზეა დამოკიდებული, საგადასახო სისტემის მოქნილობაზე და დაბალ იმაზეა დამოკიდებული ფასები. ეს უნდა გააკეთონ და იქნება ფასები დაბალი და არა ზღაპრების მოყოლა. ზღაპრების მოყოლა, რაღაც სისუნელეები, ხალხის დაბოლება, თურმე როგორ ცდილობენ ახლა ფასის დაგდებას. კეთილი ინებე თქვენ დედამოხნულებო. თქვენ ხართ მაგ პარლამენტში და მთავრობაში შემომტანები, არ აძლევთ ადგილობრივ ბიზნესს გასახანს, ადგილობრივ წარმოებას გასახანს, თქვენი ღორობის გამო, რომ თქვენი ბიზნესი ამუშავდეს და აი ესაა კატასტროფა და ვითომ აღარ იგონებთ რაღაც სისუნელებს. აი ნახეთ. აი ეგერ არის ლიდლი. სულ რამდენია? 2 წუთის სავალზე. ალბათ ჩანს. კი ჩანს მეგონია. აი 2 წუთი რამდენი ხანი რო გამოვდიო ხა 2 წუთი არა. აი ეგერა ლიდლი. ხო, ეს სკოლა არის ოთაშორის. თავის საცურაოზი, თავის ყველაფრით. ყველაფრით აბსოლუტურად თავის ყველაფრით ესა სკოლა. ნუ აქეთ რა ვიცი რა, ესა ერთი უბანი. და თურმე ერთი უბანი, ერთი მაღაზია. თქვენი დედა მოყანე. თქვენ ახვრებო, თქვენ გაუმაძღებლო. ამოდეთ ლაგამი თქვენ გაუმაძღრობას და წამოა ფასები ქვევით.